ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ 8 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომას 7 ბრალდებული ესწრებოდა. მათგან 1 პირს გამოძიება ქურდულ სამყაროს წევრობას ედავება. დანარჩენს კი ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავებიან. 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ის ქვეყნის გარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრია. ბრალდებულებმა, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, დუმილი დაარღვიეს და სიტყვის უფლებით ისარგებლეს. ისინი უარყოფენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირს. პირი, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი, აცხადებს, რომ პირადად იცნობს ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს ვარლამ კუხიანიძეს. ბრალდებულები აღნიშნავენ, რომ ისინი უმიზეზოდ არიან დაკავებულები. 2023 წელს ბატონო გულოვათუთისაგან გაიგო რომ რაღაცა შინოები წამოვიდნენ, რაზეც მქონდა განკუთვნილი, უნდა მქონოდა წვალილის მინღები, დამაფასუნებელი და მაცივი. ეს წერია საგადასახადო კოდექსში ყველგან არის ნახსენები მაგ. როგორც ნახავთ, ვარა მე ჩამიკეტა ბაზრის ჭიშკარი და ბაზარში არ შემიშვა. მე მყავს ლერთა უმრავლესი რაოდენობა, მისგანაც წვალისდებული 26 წელია. შესაბამისად დავიცე ხალხის მიდება ჩემ ტერიტორიაზე. შემდგომში გადავწყვიტე, რომ რა თქმა უნდა ბაზრობა დამერქნია, იმიტომ რომ ბაზარში მე ვეღარ შევიდოდი და საკუთარ ვეღარ მოვიდოდი და 2022 წელს გამოვაცალეს 2023 წელს გამოვაცალეს სულ ბაზრობა. Janvrisში მოხდა პირველი რეკომენდაცია ადამიანების ხელმძღვანელობის, რომლებიც მუშაობდნენ ჩვენთან მაისამდე, იმისამდე არ მახსოვს ზუსტად. შემდეგ ვინაიდან ჩვენ ინფრასტრუქტურა არ ქონდა მიწესრიგებული ბოლომდე ფინანსური სიტუაციის გამო, ეს ადამიანები უბრალოდ გადაჭრიდნენ თხოვეთ და ეს ფაქტი დაბრუნდნენ ისე ბაზარში ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ველოდებული აი სეზონში. ხათვიან მიმდინარეობს ჩვენზე თვალთვალი და მის შესახებ ჩვენ ინფორმაციები ჰქონდა. ვინაიდან არის საკმარისი ინფორმაციები და აქამდე ვერ მოხდა ჩვენი დაკავება და აყვანა ჯერა საჭიროა ეს დაგმული სცენები ეკითხები ვუხდი, მაგრამ ეხლა ჩვენი დაკავება მოხდა ნაჩქარებად, იმიტომ რომ ქართული ახალი სეზონისთვის ჩვენი ბაზარი არ გახდეს მზად ინფრასტრუქტურულად. არის ანზორ კახაძეს და ეს საქმეა ჩემნათული მინოთა ვატიასა საერთოდ არ იცნობს ან ამ ფიჩერს ან რამე დამირეკენ და ამათ რასაკმა პირველად ნახე კაცი ეური ადამიანი ვაფშე პირველად ნახე ბაზარში რო შემევიდე. აი ეს ქურდული სამყაროს წევრი ვარ მე არაფერი ქურდული სამყაროს წევრი არა დრაივი გავაკეთე ასე და ნახატი მუშაობდი იგი. აი ქურდული სამყარო ჩემნათი მინოთა მე რაც გავუქეთობა მექნება მაგია წევობა შვილო მოუნახე მე ვაფიქრე ვარნა კუპიანიც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე 7-ვე დაკავებულისათვის პატიმრობას ითხოვდა. მათი თქმით, ბრალდებულებს 9 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და საქმეში წარმოდგენილია აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული პირები მოვაჭრეებს ატერორებდნენ. საქმე ეხება წყალტუბოს აგრარულ ბაზარსა და ქუთაისის ეგრეთ წოდებულ ნიკიას ბაზარს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ტაბახმელა 2023-ის წარმომადგენლები ნიკიას ბაზარში მოვაჭრეებს ატერორებდნენ, მათი გადაბირება სურდათ, რათა ეგრეთ წოდებული ნიკიას ბაზრობა გაეკოტრებინათ. ჩემო სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკავებული იქნა 7 პირი. 1 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 233 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას, ერთს აქვს ბრალი წარდგენილი ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე, ხოლო დანარჩენ 6 წარედგინა ბრალდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე. 8 ბრალდებულის მიმართ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ვითხოვდით აღკვეთი კონდიციების სახით პატიმრობის გამოყენებას, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ბრალდებულებს შეეხვდათ პატიმრობა. ბრალდებებს არ ეთანხმება დაცვის მხარე. მათ სასამართლოზე გირაოს შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ საქმეში არსებული მასალებით მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების გათვალისწინებით ყველა პირი პატიმრობაში დატოვა. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. შუამდგომლობა ცხადია ჰქონდა დაყენებული, რომ აღკვეთ კონდიციების გარეშე დაეტოვებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მაგრამ მათ გაიზიარა სამწუხაროდ სასამართლო. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ, ჩემი დაცვის ქვეშ ედავებოდნენ ვარლამ კუხიანიძეს კანონიერ ქურდობას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება საქმეში ამ ეტაპზე, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. შესაბამისად არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. პროკურატურა ედავება ქურდული სამყაროს საქმიანობაზე მხარდაჭერას
მიუხედავად იმისა, რომ 22 ტომიანი საქმე გადმოგვეცა საკმაოდ მოცულობითი დაცვის მხარის, ბრალდების მხარიდან, გავეცანით საქმეს და რაიმე პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდნენ ჩემი დასაშვეშობის ბრალეულობას, მე საქმეში ვერ ვნახე. ქუთაისში სპეცოპერაცია 24 მარტს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან წევრობისა და კავშირის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სპეცოპერაციას ქუთაისში საპროტესტო აქცია მოყვა. მოვაჭრეები ეგრეთ წოდებული ნიკიას ბაზრობის მფლობელის ვოვა თუთისანის სახლთან იყვნენ მისულები და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილზე ხმაური და დაპირისპირება იყო.